გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. YouTube-ზე შევედი რაღაცებს უყურებდი და შემხვდა ვიდეო, რომელსაც ქვია სოფლიოში ყველაზე სისხლიანი დიქტატორები. ანუ ადამიანები, ვისაც მიეწერება ყველაზე მეტი სიკვდილები სოფლიოში. თან ყველა დროის. ყველაზე მეტი სიკვდილი ვის მიეწერება, ალბათ თქვენ გაქვთ მაგასთან დაკავშირებით რაღაცა ვარაუდები. მოდი ასე მოვიქცეთ. მე შევხვდავ ამ ვიდეოს. ვიდეო იწყება აუგუსტო პინოჩეტით, რომელსაც 3000 ადამიანის სიკვდილში მიუძღვის ბრალი, მის გამო მოკვდა 3000 ადამიანი და უკან 3000 თავის ხალა დევს, რომ ესე ვიზუალიზაცია მოხდეს თან რამდენია 3000. და 3000-ის შემდეგ ვინც არის, შემდეგ იქნება ის ადამიანი და ასე ბოლომდე, ტოპ 1-მდე. და თან მოდი ვთქვათ, ეს ადამიანები ვინ არიან, ეს ზოგადად რა ჩაუდენიათ ყველა საშინელი, ეს პირადად მისი ბრძანებით დაიხოც ამდენი ადამიანი თუ მისმა წამოწყებულმა ომებმა გამოიწვია და ასე შემდეგ. მეც თუ ყველაზე ყველაფერი ვერ გავიხსენე, რაღაცებს ჩავხედავ და ისე გეტყვით. სანამ დავიწყებთ, გეტყვით, რომ ჩემი არქივის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. აუგუსტო პინოჩეტი 1973 წელს მოვიდა ჩილეს მეთაურად, ასე ვთქვათ, და 17 წელი მართავდა ჩილეს. ბევრი ცუდი რამ უკავშირდება მის სახელს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა არის მის ისტორიაში, რომ 1000-ობით ადამიანი ფეხბურთის სტადიონზე შეყარეს, აწამეს, იზავალდეს და მოკლეს. ასევე მისი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო ადამიანების გაქრობა. რაღაცა ისეთი მეთოდი შეიმუშავა მმართველობის, რომ ადამიანები ეკრეულდნენ მის ქვეყანაში, რომ მისი ახლობლები მყარსაც ვერ პოულობდნენ. ასევე მოდი თავიდანვე ხაზი გავუსვათ იმას, რომ ზოგადად ყველა ადამიანი ვიზეც ამ ვიდეოში იქნება საუბარი, ზოგი მართლა საშინელი ტირანი იყო და გიჟი, ზოგმა თავისი ქვეყანა გააძლიერა ამ დიქტატურის ხარჯზე, ასე ვთქვათ. და ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს გააჩნია როგორ შევხედავთ. ჩვენს ისტორიაში ყველაზე ძლიერი და საამაყო მეფე ვინც ყავს, დავით აღმაშენებელი. დავითსაც აღმაშენებელი საუკუნეების შემდეგ უწოდეს, თუმცა მისი თანამედროვეებისთვის ერთ-ერთი უმკაცრესი მეფე იყო საერთოდ, იმიტომ რომ ყველა მოღალატეს სასტიკად უსწორდებოდა. თუმცა ჩვენი ქვეყანა ძალიან გააძლიერა, საამაყო მეფეა ჩვენი და გვიყვარს. და მოღალატეებს ეგრეც უნდაო იფიქრებს ხალხი, მაგრამ ეს მიდგომა ზოგმა დიქტატორმა სამდე მიიყვანა, ახლა ნახავთ ამ ვიდეოში. შემდეგი არის ნერონი, რომელსაც ამ ვიდეოს მიხედვით მიეწერება 5800 ადამიანის სიკვდილი. ნერონის სისასტიკეებზე ალბათ იმის თქმა შეიძლება, რომ საკუთარი დედა მოაკვლევინა, როცა ჩათვალა, რომ დედამისი უკვე ზედმეტად ერეოდა მის გადაწყვეტილებებში. ასევე ნერონმა მოკლა თავისი ორსული ცოლი ფეხით. ასევე გეცოდინებათ რომის ხანძარი, რომელიც 64 წელს მოხდა რომში და ხალხში გავრცელებული ეჭვის მიხედვით თვითონ ნერონმა წაუყიდა თავის ქალაქს ცეცხლი, რომ შემდეგ ახალი აეშენებინა. ეს ხანძარი შემდეგ ქრისტიანებს გადააბრალა და დაიწყო მათი დევნა. შემდეგი არის კალიგულა, ისევ რომის იმპერატორი, რომელსაც 1000 ადამიანის სიკვდილი მიეწერება. კალიგულაზე იცით რა არის ძალიან საინტერესო. ის იყო რომის მესამე იმპერატორი, რომელიც რომს სულ რაღაც 4 წელი მართავდა. ეხლა ნახეთ, 4 წელი. ის როცა იმპერატორი გახდა, მთელ რომს უხაროდა, რადგან იყო ცნობილი და პოპულარული გენერლის გერმანიკუსის შვილი და თავიდან მისი გაიმპერატორება ხომ მთელ რომს უხაროდა. წარმოიდგინეთ, 4 წელიწადში ისე იზიზღებოდათ, რომ 4 წელიწადში თავისმა დაცვამ მოკლა, მისი ცოლი და პატარა შვილიც მოკლეს, რადგან მისი გენი არ გადარჩენილიყო. და საკეთებდა ეგეც იგიჟებს, მაგალითად, როგორ ხასიათზეც გაიღვიძებდა, შეიძლება მოეკლა უამრავი ადამიანი თუ იყო ცუდ ხასიათზე და ეს ადამიანები შეიძლება ყოფილიყვნენ დიდებულებიც, ან სენატორები ან ამი. სენატს იმდენად ზემოდან უყურებდა, რომ თავისი ცხენი, ინციტატუსი, სენატორად დანიშნა ცხენი. შემდეგი ყავს ტიბერიუსი, 9500 ადამიანის შეწირვით, ასე ვთქვათ, მკვლელობით. ის რომის მეორე იმპერატორი იყო, 14-დან 37 წლამდე მართავდა რომს. ამ 20 წელზე მეტი მმართველობის პირობებში 9500 ადამიანი რომის იმპერატორისთვის და იმ პერიოდის რეალობისთვის შესაბამისად როგორი რიცხვი არ ვიცი. შემდეგი ამ ვიდეოში არის ტომას დე ტორკვემადა. ტორკვემადა, ალბათ სწორად ვამბობ, თუ არ ვამბობ, არ ვიცი, როგორ უნდა თქვა უფრო სწორად. მაგრამ ეს კაცი არც მეფე იყო, არც იმპერატორი, არც გენერალი, არაფერი მაგდაგვარი. ის არის მსოფლიოში რელიგიური ტერორის ერთ-ერთი მთავარი სახე, დიდი ინკვიზიტორი, ესპანური ინკვიზიციის სახე, ინკვიზიციის საშინელებებთან და რელიგიური ფანატიზმის ბოლო ადგილი. და შევედა ნახეთ 1400-იანი წლების ბოლოს, 1500-იანი წლებისკენ ებრაელები გაყარეს ესპანეთიდან. ან გაყრიდნენ ესპანეთიდან, ან უნდა მონათრულიყვნენ ქრისტიანებად. დაახლოებით ნახევარი წავიდა და დაახლოებით ნახევარმა ქრისტიანობა მიიღო. სადღაც 100,000 კაცი ალაპარაკე. დაახლოებით. და ეს ტორკვემადა იყო ინკვიზიტორი, რომელსაც ევალებოდა ქრისტიანად მონათლული ებრაელების გადამოწმება და გატესტვა, მართლა ქრისტიანები არიან თუ არა და გულისიღმეში ხო არ მისდევენ ისევ იუდაიზმს. და ასე ამოწმებდა ყველას რწმენას და თუ ვინმე საეჭვოდ მოიჩვენებოდა, სახალხო წვავდა. 1000-ობით ადამიანი დაწვა. ქრისტიანად მონათლული ებრაელები იყო მისი მთავარი სამიზნე. თუმცა რელიგიური ფანატიზმით და რელიგიური ბრალდებით შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მოეკლა და ეწამებინა. და წამების ხერხები შუა საუკუნეებში რაც მოიფიქრეს, ეს ადამიანის სამკუთხედ რაღაცაზე დასმა და შუაზე გაპობა და უამრავი რაღაცეები, რაზეც ახლა ევროპაში ბევრი მუზეუმია, აი ამ პერიოდის ოქროს ხანა იყო, ასე ვთქვათ.
და თან ეს ყველაფერი, რაც ყველაზე უცნაური და ტრაგიკულია, ხდებოდა სისუფთავით და ღმერთის სახელით. ათასნაირი ინჟინერული მეთოდებით რო იფიქრებენ, როგორ უნდა აწამონ ადამიანი და კოლექციები რო აქვთ, საწამებელი რაღაცეების და თან რო აწამებენ ვიღაცას და თან ისინი რო ლოცულობენ, ლოცვა-ლოცვით. შემდეგი ჩვენს სიაში არის ფიდელ კასტრო, 30,000 სიმკვლელობით. ფიდელ კასტროზე ბევრი საუბარი შეიძლება სხვადასხვა კუთხით. 1959 წლიდან 2008-მდე მართავდა კუბას. ეს ძალიან დიდი დროა. ადამიანების რაღაც ნაწილი მას ხედავს როგორც ანტიიმპერიალისტ რევოლუციონერს, რომელმაც ჯანდაცვა და განათლება გააძლიერა თავის ქვეყანაში. რაღაცა ნაწილისთვის ის არის დიქტატორი, რომელმაც მეორე აზრის ადგილი არ დატოვა თავის ქვეყანაში, თავისუფლება და ოპოზიცია გაანადგურა და ესე მართავდა ამდენი წელი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა, რაც მასთან ასოცირდება, არის საჯარო დახვრეტები. ადამიანებს ხვევდნენ საჯაროდ. 50,000 სიმკვლელობაა შემდეგი. რაფაელ ტრუხილიო, დომინიკის რესპუბლიკიდან. ტრუხილიო იყო დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორი 1930-დან 1961 წლამდე. მისი კარიერის, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი შავი ლაქა არის ოხრახუშის ხოცვა ჟლეტა. ოხრახუშის ხოცვა ჟლეტა მოხდა 1937 წელს, როცა 30,000-ზე მეტი ჰაიტელი დახოცეს. ოხრახუშის რატო ქვია ნახეთ? მისი ჯარისკაცები ხალხს ქუჩაში ათმევინებდნენ სიტყვა ოხრახუშს, რომელიც ესპანურად არის პერეხილ თუ რაღაცა ეგრე. პერეხილ. და ვინც ჰაიტური აქცენტით ითხოვდა ამ სიტყვას, იმას კლავდნენ. ჰაიტელად მიიჩნეოდა და კლავდნენ. მეც ახლა ისე ვთქვი ეს სიტყვა, რომ ალბათ მეც ვერ გადარჩევოდი. 1961 წელს ტრუხილიოს ჩაუსაფრდნენ და მოკლეს. საინტერესოა ამ დიქტატორებზე ვიზის ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, როგორი დასასრული ჰქონდა უმეტესობა მათგანს. ამასაც გავუსვათ ხაზი. ამ ვიდეოს მიხედვით 70,000 ადამიანი შეიწირა ფრანცისკო მაციას გუემამ. ის იყო ეკვადორული გვინეის პირველი პრეზიდენტი. მართავდა 1968 წლიდან 1979 წლამდე. გუემა ამ ვიდეოში იმით არის გამორჩეული, რომ მისი ქვეყანა არის ძალიან პატარა. სულ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მილიონზე ნაკლები ის ქვეყანაში. მაგრამ ტიპმა ისეთი რაღაცეები აკეთა, ემით აღუწერელი. მაგალითად, როგორც კი პრეზიდენტი გახდა, პირველი რაც გააკეთა, პრეზიდენტად ყოფნის ვადა გახადა უსასრულო. დაპატიმრებები, წამება, სიკვდილით დაშები, მოსახლეობაში შიში რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოკლან, რომ ისეთი ქაოსი და სიგიჟე მოვაწყო, რომ მთელი მოსახლეობა გაიქცა ქვეყნიდან, ვინც გაასწრო და ვინც შეძლო. ბოლოს საკუთარმაც ბიშვილმა ჩამოაგდო და ასე დაამთავრა თავისი დიქტატორობა და ბოლოს სიკვდილით დასაჯეს. შემდეგი ჩვენ სიაში არის 66,000 ადამიანის მკვლელობით ვლად მესამე დრაკულა ცეპეში. ვლახეთის მეფე, სარზე გამსმელი. სარზე გამსმელი ზე იმპალერ, იმიტომ ქვია, რომ ცნობილი იყო, რომ მოღალატეებს სარზე სვამდა. სარზე გასმა ნიშნავს, რომ ადამიანს რო ჩამოაცობს სარზე და მე დაარჭობ ამ სარს სადღაც ქალაქის შესასვლელში. ასეთებს აკეთებდა როგორც ტყეს, ანუ იმდენ სარს ასვამდა ადამიანები. სასრო ტყეს ეძახდნენ ბოლოს, ტყესავეთ იყო. და არსებობს ასეთი ამბავი, რომ როცა ოსმალები უტევდნენ ვლახეთს, ესე რაღაც ქალაქის მისადგომებთან შეხვდათ ესეთი ტყე და ეს იმდენად ამაზენი და შოკის მომგვრელი სანახაობა იხილეს, რომ ესე საბრძოლველად წამასული მტერი უკან გაბრუნდა. ხშირად ჩანს როგორც ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი, რომელმაც ოსმალეთის იმპერიას გაუწია წინააღმდეგობა და სამართლიანობა დაამყარა. შემდეგი არის ჰენრი მერვე ინგლისიდან, 72,000. ჰენრი მერვეს სისასტიკეებზე რა ვთქვათ. ორი ცოლი დასაჯა სიკვდილით, თავისი ორი ცოლი. ერთხელ განქორწინება უნდოდა და რომის პაპს უნდა განეხორწინებინა და რომის პაპმა უარი თქვა მის განქორწინებაზე და ამის გამო მთლიანი ინგლისი ჩამოაშორა რომის კათოლიკურ ეკლესიას. და ინგლისის მთავარი ეკლესიური ფიგურა თვითონ გახდა თავის თავს მისა ეს სტატუსი. სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი. ეს არის ერთადერთი კაცი ალბათ, ვინც ცოცხალია დღემდე და დღემდე მართველია. საუდის არაბეთის მეფეა 2015 წლიდან. საუდის არაბეთში თითქოს მოდერნიზაცია, ქალების უფლებები მალლა იწევს, გასართობი ინდუსტრიები გაიხსნა და ესე ვითარდება, მაგრამ ამ დაღუპულებში ალბათ შედის იემენის ომი, რომელიც ესე ახლა თქვენ არ ვიცით ამდენად იცით, მაგრამ არსებობს დედამიწის რაღაცა ხარეები, სადაც მაგალითად საქართველოს-რუსეთის კონფლიქტი არავის არ აინტერესებდა. დიახ, არც უკრაინა-რუსეთი აინტერესებთ, ამბობენ კიდევაც სხვა შორს ყოფილი სახელმწიფოების ლიდერები, რომ ეს მათი კონფლიქტი არ არის. ასევე არის იემენის ომი მაგალითად, რომელიც ერთ-ერთი უსაშინლესი ომია, რომელიც 2014-15 წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ 100,000-ობით ადამიანი ემშხვერპლა და ალბათ ეს ხალხი არის აქ მოაზრებული ამ ვიდეოში. შემდეგი არის 124,000 მკვლელობა ივანე მრისხანიცკა. მოდი ესე ვთქვათ, როგორც რუსეთის იმპერიას ახასიათებს, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა თავისი ხალხის მიმართ. როგორც მოგვიანებით სტალინმა რაც გაუკეთა უკრაინელებს ჰოლოდომორის სახით, ან რაც გაუკეთეს შემდეგ კიდე ჩერნობილის სახით, ადამიანები ძნებოდნენ ჩერნობილთან ახლოს და მათმა ალღომი ჩაატარეს. ეს ამ იმპერიისთვის ალბათ რაღაცა დამახასიათებელია. მაგალითად, ივანე მრისხანემ ქალაქი ნოვგოროდი დაადანაშაულა ღალატში და თავისი ჯარი მიუსია და ამოხოცეს 10,000-ობით ადამიანი.
ასევე მის სიმკაცრეზე ლეგენდები იქიდან წამოვიდა, რომ კამათის დროს თავისი შვილი მოკლა, რომელიც მისი მემკვიდრე იყო. თუმცა ესე როგორც მეფე რომ შევაფასოთ, რუსეთის საზღვრები გააფართოვა, ყაზანი და რაღაცეები დაიპყრო და მეფე თუ იმით ფასდება, რომ მისი ქვეყანა გააძლიერა, საზღვრები გაზარდა თუ შემცირდა, ამ კრიტერიუმით კარგი მეფე იქნება, იმიტომ რომ გააფართოვა. თუ ესე ვიწრო ჭრილში განვიხილავთ და ასე განიხილავს ხოლმე ბევრი ადამიანი რადგანაც მხოლოდ მაგ კრიტერიუმით. 219,000 ადამიანი იუგოსლავია, ჯოზეფ ბროზ ტიტო. ტიტოზე ამბობენ, რომ ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც სტალინს უთხრა არა და ცოცხალი გადარჩა. თუმცა ამ არას თქმიდან სტალინი რამდენიმე წელში მოკვდა და უფრო მეტი დრო რო ქონოდა, ალბათ ტიტო ვერ გადარჩებოდა. ესე უხეშად რომ შევაფასოთ, ის იყო იუგოსლავიის მმართველი და ცდილობდა მსოფლიოში შეექმნა მესამე ძალა. მსგავსი რამე, რომელიც არც სტალინთან და საბჭოთა კავშირთან იქნებოდა მიკედლებული და არც ამერიკასთან. ტიტო რომ აღარ იყო 80-იან წლებში იუგოსლავიის მმართველი, მაგის შემდეგ დაიწყო იუგოსლავიის დაშლა და ახლა არის რამდენი ქვეყანა არის? 6. თუმცა ამ ქვეყნების შეკოწინება უწევდა ესე დიქტატორული მეთოდების ხარჯზე. პოლიტიკური ციხე-ბანაკები ჰქონდა, სადაც 10,000-ობით ადამიანი ეწამებოდა და კვდებოდა, ვინც მიიჩნეოდა სტალინისტად მაგალითად ან რაღაცა რეჟიმის მტრად. შემდეგი არის 223,000 ადამიანის მკვლელობით იდი ამინი. ამ ვიდეოში ხარ რომ ლაპარაკობ, თორე ვცდილობ რომ კარგად ვისაუბრო და ხიარულად ვეცადო ამ ყველაფრის მოყოლას და რაღაცა როგორც სტატისტიკას ეგრე განვიხილავ. სტალინმა რომ თქვა რომ ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა და მილიონის სტატისტიკაო, რაღაცა ეგეთი რამე გამოდის მართლა. მაგრამ ესე რომ წარმოიდგინო, მაგალითად ეხა 223,000 ადამიანი რომ მოკლა ამ ტიპმა და კიდე სხვებმა რამდენი მოკლეს და ამ ვიდეოში კიდე ვიზეც ვილაპარაკებთ იმათ მახო საერთოდ სრული სიგიჟეა. იდი ამინი იყო უგანდის ჯალათი, ასე ეძახდნენ. თავის ქვეყანაში მოვიდა გადატრიალებით. მისი მმართველობის შემადგენელი ნაწილი იყო გაუჩინარება ადამიანების წამება, ტანჯვა, სიკვდილი, ტერორი. 1971 წელს მოვიდა მმართველობაში და 1972 წელს დაიწყო აზიური წარმოშობის ხალხის ქვეყნიდან გაყრა. ამან ეკონომიკა დაანგრია, საკუთარ თავს აბსურდულ ტიტულებს ანიჭებდა. მაგალითად, ერთ-ერთი ტიტული ჰქონდა ბრიტანეთის იმპერიის დამპყრობელი. 8 წელი გაქაჩა ესე ქვეყნის ნგრევანგრევაში, შემდეგ გაიქცა საუდის არაბეთში და კაი დიდხანს კითხულობდა ისე და 2023-ში მოკვდა. შემდეგი არის სიაში 227,000 მკვლელობით ფრანცისკო ფრანკო. ფრანკო ესპანეთს დიდი ხანი მართავდა. 1939 წელს მოვიდა მმართველობაში და 1975 წლამდე მართავდა. ფრანკოს რეჟიმთან ასოცირდება 114,000 ადამიანის გაუჩინარება. ფრანკოს რომ სამოქალაქო ომში გაემარჯვებინა 1939-ში, ნაცისტური გერმანია და ფაშისტური იტალია დაეხმარნენ. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ოფიციალურად ომში არ ჩაერთო და შემდეგ, რადგან ომში არ ჩაერთო, ეს დაეხმარა გადარჩენაში. როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაშისტები და ნაცისტები დამარცხდნენ გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა, მას პასუხი ისე ვერ მოსთხოვეს, როგორც უნდა მოეთხოვათ, რო ჩართულიყო. და ამიტომ 1975 წლამდე მართავდა კიდევ. ბენიტო მუსოლინი 1922-დან 1953 წლამდე მართავდა იტალიას. ფაშიზმი მან შექმნა. თავიდან მუსოლინი იყო ჰიტლერზე უფრო ცნობილი დიქტატორი და თან უფროსიც. მაგრამ მისი კარიერის ბოლო ნაწილში ნაცისტური გერმანიის ჭრილში აღმოჩნდა. გერმანიასთან ერთად შევიდა მეორე მსოფლიო ომში, რაც საბოლოოდ მისი კატასტროფა იყო. მუსოლინის ყველაზე შავი ლაქა არის ალბათ უფრო ეთიოპიის ომი. ეთიოპიის ომში მას მიეწერება დაახლოებით 70,000 ეთიოპიელი ჯარისკაცის სიკვდილი და 270,000 მშვიდობიანი მოსახლის. და სხვათა შორის ქიმიური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შემდეგ როცა მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა და მარცხდებოდნენ, მუსოლინი გაიქცა, იტალიელმა პარტიზანებმა დაიჭირეს, დახვრიტეს და მისი სხეული მილანში გამოფინეს საჯაროდ. ბაშარ ალ-ასადი. ის არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი. სირიის ომს საბოლოო ჯამში 9,500,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ასაც ადანაშაულებენ მასობრივ დაბომბვებში, გაუჩინარებაში, წამებაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, სამოქალაქო უბნების, ავიაციის და არტილერიის დაბომბვაში და ასეთი დიდი რეზიუმე აქვს. ჰოშიმინი არის ვიეტნამის კომუნისტური მოძრაობის ლიდერი. ის იყო ჩრდილოეთ ვიეტნამის პრეზიდენტი და ვიეტნამის ომი რომ გაგიგიათ და ბევრი ფილმი და რაღაც არის მაგაზე. ამერიკა-ვიეტნამის ომში. მაგ ომში იყო ვიეტნამის მთავარი სახი, ასე ვთქვათ, ვიეტკონგელებთან ერთად ებრძოდა ამერიკელებს. დიქტატორიც იყო, მაგრამ თან იყო ეროვნული სიმბოლო, რადგან თავიდანვე საფრანგეთის კოლონიალიზმს ებრძოდა, შემდეგ ამერიკას. 1969-ში მოკვდა, თუმცა ვიეტნამის ომი 1975-ში დამთავრდა. მის სიკვდილის შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა ომი. ამდენი ადამიანის სიკვდილი, იმიტომ მიეწერება ალბათ, რომ ერთი ამერიკასთან ჰქონდა ომი და მეორე კიდე კომუნისტი ლიდერი იყო, რომელიც როგორ მოიშორებდა მის მოწინააღმდეგეებს, ალბათ კი მიხვდებით
ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნება ჩემთვის არის, როცა სპონსორი მიგზავნის ისეთ რაღაცას, რაც არც კი ვიცი რომ არსებობს, რომ პროგრესი ისეთ სწრაფად წავიდა კაცობრიობის, რომ ეგ რო განვითარდა, ეგ რო გავმაზე. და ახლა მაქვს ცხოვრებაში ეგეთი მომენტი, რადგან გამომიგზავნეს Kingston Fury Renegade G5 SSD M2. ეს პატარა ფირფიტა არის 8192 გიგაბაიტი მეხსიერების. 8 ტერაბაიტია. თან უსწრაფესია. თან ახლა მსოფლიოში SSD-ების და ოპერატიული მეხსიერების დეფიციტია. ამ AI-ის განვითარების გამო, თუმცა Kingston-მა მე გამომიგზავნა საჩუქრად და ამიტომ დიდი მადლობა. ოპერატიულებიც გამომიგზავნეს 48 გიგაბაიტიანი 8800 მეგა ტრანსფერის სისწრაფით. მადლობა რომ ჩემი კომპიუტერი ასე ძალიან ასწრაფით და კარგი განვითარებაა. ნიკოლაი ჩაუშესკუ რუმინეთს მართავდა 1965-დან 1909 წლებში და იყო დიდი კომუნისტი დიქტატორი. ცდილობდა თავის ქვეყანაში თავის თავზე შეექმნა რაღაც გენიოსის კულტი, რომელის მამა იყო და ყველაფრის განჭრეტა შეეძლო. ქვეყანაში იყო უდიდესი რეპრესიები, დახვრეტები, წამება, ხალხის გაქრობა და ყველაფერი საშინელება. ასევე უნდა ქვეყანაში გაეზარდა ადამიანების რაოდენობა, მოსახლეობა და ამიტომ აკრძალა აბორტი და კონტრაცეპტივები. ამის შემდეგ 10000-ობით არასრულწლოვანი აღმოჩნდა ბავშვთა სახლებში, სადაც პირობები კატასტროფული იყო და ქვეყანას ამ ყველაფერმა იმხელა ზარალი მიაყენა, რომ ეს მისი რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ მემკვიდრეულად მიიჩნევა. 1999 წელს ჩაუშესკუ და მისი ცოლი სწრაფი სამხედრო სასამართლოს შემდეგ დახვრიტეს. სადამ ჰუსეინი, ერაყის დიქტატორი, მართავდა 1979-დან 2003 წლებში. მისი ერთ-ერთი შავი ლაქა არის მაგალითად ქურთებისადმი გენოციდი. 1998 წელს ქურთი მოსახლეობა ქიმიური იარაღით დახოცა. მისი რეჟიმისთვის წამება, გაუჩინარება, რეპრესიები, შიში, ყველანაირი სახის დასჯა მისი ძალაუფლების მთავარი იარაღი იყო. განსაკუთრებით უსწორდებოდა ქურთებს და შიიტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, მის წარმოსახვით ოპონენტებს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანში დაინახა. ასევე ირანთან ომი წამოიწყო და მაგ ომში ბევრი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ 2003 წელს ერაყში ამერიკა შეიჭრა, ის ჩამოაგდეს, გაასამართლეს და მოკლეს სიკვდილით დასაჯეს. მენგისტუ მარიამი, ეთიოპია. კომუნისტი დიქტატორი იყო უბრალოდ ეთიოპიაში. ძალაუფლება მიიღო სამხედრო ბუნტით. მასაც ჰქონდა ეგრეთ წოდებული წითელი ტერორის მეთოდი. მის მმართველობასთან ასოცირდება უამრავი მოკლული ადამიანი, ბავშვები, სტუდენტები, პოლიტიკური ოპონენტები ნებისმიერი სახის, რომელსაც მისი რეჟიმი კლავდა და ქუჩაში ტოვებდა და შემდეგ მაგალითად შოვლებს, რომელსაც ქუჩაში მისი შვილი მოუკლეს, მის მშობლებს ახდევინებდნენ ტყვის ფასს, რომელთაც მოკლეს მისი შვილი. მისი რეჟიმი 1991 წელს დაეცა, დაუსწრებლად სასამართლოები მიმდინარეობდა, მასე 2006-ში მაგალითად მიუსაჯეს სიკვდილი გენოციდის მოწყობისთვის და კიდევ ბევრი დანაშაულისთვის, მაგრამ სადღაც დევნილობაშია და მგონი დღესაც ცოცხალია. სუჰარტო, ის იყო ინდონეზიის დიქტატორი 1966 წლიდან დაახლოებით 1998 წლამდე. ამ ვიდეოში ვიზეთ ვისაუბრეთ, უმეტესობა დიქტატორები კომუნისტები იყვნენ და ანტიკომუნისტებს კლავდნენ, მაგრამ ესე მე-20 საუკუნე რომ შევაჯამოთ, მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში არიან კომუნისტი დიქტატორები, რომლებიც ანტიკომუნისტებს კლავენ და ზოგ ქვეყანაში არის პირიქით ანტიკომუნისტი დიქტატორი, რომელიც კომუნისტებს კლავს. სუჰარტო იყო ინდონეზიაში ადამიანი, რომელიც კომუნისტებს კლავდა. მილიონამდე ადამიანი რომ ყოს მოკლული, უმეტესობა მათგანი შეეწირა ანტიკომუნისტურ წმენდებს. ასევე ამ ვიდეოში დაახლოებით რაღაც ციფრების წერია აქვს, რაღაცა ან გასაშვალოებულია, ან რაღაცა მიახლოებული. ზუსტად რა თქმა უნდა არ არის და ეს იცოდეს მაინც. მისმა რეჟიმმა მაგალითად მშვიდობიანი დემონსტრანტები ჩაცხელა ესე საჯაროდ 90-იან წლებში და ასევე აზიურმა ფინანსურმა კრიზისმა დაარტყა და ესე ბოლოს დამთავრდა მისი მმართველობა. იზოლებული გახადეს რომ გადამდგარიყო. კიმის დინასტია. ეს არის უკვე ჩრდილოეთ კორეა, სადაც სამი თაობაა დიქტატურა. აქ კიმის, ბაბუა კიმის ძეგლი არის, ბაბუა კიმის კულტი არის მთელი ქვეყანა, ვინც მასე არ ილოცებს და არ იტირებს. ყველას კლავენ და ჩრდილო კორეაზე ბევრს არ ველაპარაკებ, იმიტომ რომ გეცოდნებათ ისედაც რაც ხდება. ჩრდილო კორეის მოდელი სხვათა შორის არის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური, რადგან ეს არის კომუნისტური იდეოლოგიას პლუს სამეფო დინასტია. კომუნისტური იდეოლოგიაში რომ ძალაუფლება გადადის მემკვიდრეობით. უცნაურია. როგორც ამ ვიდეოში ხედავთ, 1.400.000 ადამიანამდე შეეწირა ამ ყველაფერს. შემდეგი არის პოლ პოტი, 2.200.000 ადამიანის სიკვდილი არის მის კისერზე. პოლ პოტი არის უკვე როგორი ადამიანი, ცით, ყველა დროის ადამიანებში, ვისაც ყველაზე მეტი ადამიანის სიკვდილი აწერს ზურგზე, პოლ პოტი არის საპატიო ტოპატეულში ძლიერი წარმომადგენელი. და ყველაზე უცნაური ის არის ამ ყველაფერში, რომ ის სულ რაღაც 4 წელი მართავდა 1975-დან 1979 წლამდე კამბოჯას. ანუ 4 წელიწადში ტიპმა რეები აკეთა ნახეთ. ქვეყნის მეოთხედი მოკლა. ყოველი მეოთხე კაცი შეეწირა მის მმართველობას, თან ეს 4 წელიწადში მოხდა. მისი იდეა იყო, რომ კამბოჯაში რაც არსებობს, ყველაფერი უნდა წაიშალოს, ისტორია, ფული, რელიგია, ყველაფერი და ყველაფერი უნდა შევქმნათ ნულიდან. კულტურა უნდა განადგურდეს და უნდა შევქმნათ აგრარული კომუნისტური საზოგადოება.
1975 წელს მოსახლეობას უბრძანეს წასულიყვნენ სოფლებში. მილიონობით ადამიანი გაყარეს ქალაქიდან. ვინც ცოტა პროტესტს გამოთქვამდა რამე, ყველას ხვდენ და ხვეთა მოკლედ არავის არ ერიდებოდა. ინტელექტუალი ადამიანი თუ იყავი, სათვალე თუ გეკეთა, წიგნი თუ გქონდა, ფურცელი თუ გქონდა, კლავდნენ ყველას. 1979 წელს ვიეტნამის არმიამ პოლ პოტი დაამხო, თუმცა ის ჯუნგლებში გაიქცა და იმალებოდა იქ. 1998 წელს მოკვდა, ესე დევნილობაში, საერთაშორისო სასამართლოს არ გადაცემია. შემდეგი ადამიანი 2.500.000 ყველობით ძალიან გამიკვირდა, რადგან არის ქალი, არის მადაგასკარიდან თან და უცნაური ეს ყველაფერი. მადაგასკარზე ამდენი ადამიანი სად მოკლა. თუმცა დიდი ხანი მართავდა 1828-დან 1871 წლებში და ამ პერიოდში განსაკუთრებით მსხვერპლთა რაოდენობის დადგენა არ არის ადვილი. დასავლურ წყაროებში ის მოიხსენიება როგორც გიჟი დედოფალი, რომელიც ყველას კლავდა და სასამართლო ჰქონდა შხამით, ანუ ადამიანის სვამდა შხამს და თუ არ მოკლავდა ეს შხამი, ესე იგი მართალი იყო და გადარჩა და მოეხსნა ბრალდება და თუ მოკვდა. მარტო ამ შხამის მეთოდით 100,000-ზე მეტი ადამიანი მოკვდა, როგორც ცნობილია და ეს ევროპელების განუსახედიდან იყო ესეთი გიჟი და შეშლილი დედოფალი, თუმცა ადგილობრივებისთვის მაგალითად იყო მადაგასკარის დამოუკიდებლობის მცველი ევროპელი კოლონიზატორებისგან. პრობლემა ის არის, რომ ეს დაცვა უკიდურესად კაცრი მეთოდებით ხდებოდა. შემდეგი 9 მილიონი მკვლელობით საშინელი დიქტატორების ნატიფი წარმომადგენელი ლეოპოლდ მეორე, ბელგიის მეფე 1865-დან 1909 წლამდე. მან თავისი ყველაზე საშინელი შავი ლაქები, ამას ზენობები ჩაიდინა კონგოში. კონგო არ იყო უბრალოდ ბელგიის კოლონია. კონგო იყო ამ ადამიანის პირადი ეზო. მთლიანი ქვეყანა წარმოიდგინეთ. რასაც უნდა იმას შვებოდა. მთელი ქვეყანა დაამონა, კონგოელებს აიძულებდა ტყეში კაუჩუკის შეგროვებას და ასევე სპილოს ძვლის, რომელსაც მე ევროპაში კარგად ყიდდა. იქ ხოცავდნენ კონგოელებს, კლავდნენ სოფლებს, წავდნენ, ესეთი რაღაცები ჩვეულებრივი რამე იყო. თავარი შავი ლაქა რაც არის, ლეოპოლდ მეორესთან ასოცირდება ცალხელა ადამიანები. და ეს ცალხელა ადამიანი რას ნიშნავს, ნახეთ, მის ჯარისკაცებს კონგოში ვინც მოღვაწეობდა, ყოველ გასროლ ტყვიაზე უნდა წარმოედგინათ ადამიანის მოჭრილი ხელი. და ეს იყო იმის დასტური, რომ თუ მაგალითად ჯარისკაცმა ორი ტყვია დახარჯა, უნდა მოეტანა ორი ხელი, რომ ამ ტყვიებით თითო-თითო მოკლა თითო-თითო ადამიანი. და ეს მე ოკეი იყო უკვე, ანუ თუ მოკალი კონგოელი, ესე იგი ეს ტყვია ღირებულად დაგიხარჯავს. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჯარისკაცმა ხო შეიძლება ტყვია დახარჯოს ძალიან ბევრ სიტუაციაში. ერთ ადამიანს ორი ესროლოს, ვისი მოკვლაც უნდა. შეიძლება აცილოს და მეორე მესამე სროლა მოუწიოს, შეიძლება ცხოველს ესროლოს. ბევრი რაღაცით იხარჯება ტყვია. და მის ჯარისკაცებს რომ აეცილებინათ ეს ზედმეტი პასუხისმგებლობა, ქუჩაში ვისაც დაინახავდნენ, უცებ დაიჭერდნენ ხელს, წაათლიდნენ და ეს ხელი მიქონდათ. და ერთი ადამიანი თუ რაღაც 10 ტყვიას გაისროდა, უცებ 10 ხელი ქონდა ვიღაცისთვის მოსაჭრელი. და ესე მთელი ქვეყანა ცალხელა ადამიანებით გაივსო. თამსოფლიოში ეს მისი სიგიჟეები გახდა ცნობილი, რაღაც ჟურნალისტები ჩავიდნენ, რაღაც მისიონერები, ვიღაცები და გამოხდა იცით, ბელგიის მეფე ხო იყო, ლეოპოლდ მეორეს ჩამოართვეს კონგო პირადი საკუთრებიდან და გადაცეს ბელგიას. მისი პირადი საკუთრება აღარ იყო, ბელგიის იყო, მაგრამ ბელგიის მეფე მაინც თვითონ იყო. და საბოლოოდ ამ მის სიგიჟეებს შეეწირა 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლე დაახლოებით. და დღემდე მის ძეგლს წითელ საღებავებს ასხამენ ბელგიაში და რავი, უპატივცემულოდ ექცევიან, მაგრამ 10 მილიონი ადამიანს რომ მოკლავ, მე რომ მოკვდები შენს ძეგლს კიდე საღებავში ასხამ და რაც კიდეც რაც უნდათ ის. ახლა ამ ვიდეოს ვინც უყურებთ, ერთი საინტერესო რაღაცა უნდა გითხრათ. საქართველოს ბანკი არის ამ ქვეყანაში განათლების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ამ კუთხით ძალიან ბევრი რამეს აკეთებს. მაგალითად, ადგილობრივ სტიპენდიებთან ერთად არის საერთაშორისო სტიპენდიებიც. თუ შეხვალთ განათლება ბოგჯიზე, ნახავთ პროგრამებს, რომელშიც მონაწილეობის შემთხვევაშიც შეგიძლიათ ისწავლოთ ამერიკაში ან ბრიტანეთში, ან ესპანეთში საქართველოს ბანკის სტიპენდიით. აუცილებლად შედით და გადახედეთ, თუ რომელიმე მათგანი თქვენ გერგებათ ან თქვენ ერგევით, კარგი იქნება თუ ამ შანსს გამოიყენებთ. ზოგადად ქვეყნის მომავალი მის მომავალ თაობაზე დგას. ახლა ამ ვიდეოს მაისში ვიღებ და 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა გადაიღო ძალიან მაგარი ვიდეო რგოლი, ახალი იდეებით, შემართებით და ენერგიით, ახალგაზრდები როგორ ქმნიან მომავალს. საქართველოს უკეთეს მომავალი. მომავალი არ ჩერდება. მომავალი მოდის. შემდეგი ადამიანი არის 14,000 სიკვდილით ჰიროჰიტო. ჰიროჰიტო იყო იაპონიის იმპერატორი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. როგორც ამბობენ, პირადად მასზე შეიძლება არ იყოს ეს ამდენი ადამიანი სიკვდილის ბრალდება, იმიტომ რომ მისი გენერლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებას, მისი მინისტრებიც თვითონ იმპერატორი იყო უბრალოდ. და იმპერატორი რა მაღალი სტატუსია მას მიეწერება. მან დაიწყო ჩინეთთან ომი, მან დაიწყო ამერიკასთან ომი პერლ-ჰარბორში, დაიკავა მანჯურია ჩინეთში და ერთ-ერთი ყველაზე საშინელება საერთოდ რომ იცოდეთ, რაც მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში. როგორც გერმანელების მიერ ჩადენილი გენოციდი იყო ებრაელების მიმართ, მაგ ლეველის შეიძლება უფრო არ ესიც. იაპონელებმა ჩაიდინეს ჩინელების მიმართ.
ჰიროჰიტოს მმართველობის პერიოდში ზუსტად, როცა ადამიანებს იაკეთებდნენ ექსპერიმენტებს და ეს ექსპერიმენტები იყო საშინლად ამაზიანი. მაგალითად, ნახეთ ეხლა ჩვენ რომ სკოლაში ვსწავლობთ, რომ ადამიანის რაღაც დიდი პროცენტი არის წყალი. ხო, ეს ეხლა ყველა მიცის და ამაში არაფერი არის გასაკვირი. მაგრამ ეს საიდან ვიცით? იცით? ეს იაპონელები ჰიროჰიტოს დროს ჩინელებს უკეთებდნენ ყველანაირი ექსპერიმენტს, რაც კი თავში მოვიდოდათ. მაგალითად, ადამიანს აწონდნენ, შესვავდნენ რაღაცა რეზერვუარში, იქ ამ ადამიანს აორთქლებდნენ, იმ ხელა ტემპერატურას აუწევდნენ და კიდევ აწონდნენ. და რამდენიც აორთქლდა და რაც დარჩა, ეგ არის ის პროცენტი, რაც ახლა ჩვენ ვიცით და სკოლაში ვსწავლობთ, რომ მაგდენი ადამიანი ყოფილა წყალი, რადგან ადამიანში რადგან აორთქლდა მაგდენი. და საბოლოოდ 1945 წელს ჰიროჰიტომ რადიოთი მიმართა იაპონიის მოსახლეობას კაპიტულაციის შესახებ და როგორც ამბობენ, იაპონიის მოსახლეობამ პირველად მაშინ გაიგო ჰიროჰიტოს ხმა, ამიტომ არის საეჭვო ზუსტად რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს მის კისერზე, რადგან თვად ესე ყველაფერში გადაწყვეტილებას არ იღებდა. ვაუ, თემურ ლენგს აქ არ ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ თემურ ლენგმა დედამიწის ძალიან დიდი ნაწილი დაიპყრო და როგორც მხედართმთავარი ერთ-ერთი უგენიალურესი იყო, რომელმაც საქართველოში რომ აჯერი ილაშქრა, რომ იმ პერიოდისთვის 17 მილიონი ადამიანი ძალიან დიდი რიცხვია. მაგხელა პოპულაცია იყო მაშინ. რა ვთქვათ თემურ ლენგზე, იმის გარდა რომ იყო დამპყრობელი, უსასტიკესი, ქალაქი რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა, იმ ქალაქს მე აუცილებლად აიღებდა, იმიტომ რომ გენიოსის სტრატეგიც იყო თან. და როცა აიღებდა იმ ქალაქის მოსახლეობისგან აკეთებდა თავებისგან პირამიდებს, ან ღობეებს. ადამიანის მოჭრილი თავები იყო მისი შიშის შემადგენელი ნაწილი და შემდეგ სხვა ქალაქებს ეშინოდა წინააღმდეგობის გაწევა, რადგან არ უნდათ მისი მოსახლეობისგან თავებისგან პირამიდების გაკეთება. 17 მილიონი ძალიან დიდი რიცხვია. 18 მილიონი ადამიანის სიკვდილი მიეწერება დიდ ავსტრიელ მხატვარს. მეორე მსოფლიო ომის წამოწყებას თუ მას მივაწერთ თავიდან ბოლომდე, 18 მილიონი კიდე ცოტა არის და ალბათ 50 მილიონზე მეტიც იქნება. გააჩნია მის პასუხისმგებლობაში უშუალოდ რას ვიტყვით. 6 მილიონი ადამიანი მარტო საკონცენტრაციო ბანაკებში მოკლა. შემდეგი არის სტალინი. ჰიტლერზე და სტალინზე იმდენია სასაუბრო, რომ ამ ვიდეოს ფორმატში არ ვიცი რა ვისაუბრო. მაგრამ ერთი მოდი ის ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად მე რაც არა ადამიანობად მიმაჩნია, არის ჰოლოდომორი. რაც სტალინმა გაუკეთა უკრაინელებს დასჯის კუთხით, ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი, რომელმაც ადამიანები საკუთარი ოჯახის კანიბალიზმამდე მიიყვანა. საკუთარ ოჯახის წევრებს ჭამდნენ, იმდენად არ იყო საჭმელი და მილიონობით ადამიანი შეეწირა ამ ყველაფერს. სტალინი იმდენად სასტიკი იყო, როგორ უნდა ახსნათ, რა მაგალითად მოვიყვანოთ. მაგალითად მოიგონა კოტები, სიკვდილის კოტა. ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა დასახლებულ პუნქტს ჰქონდა თავისი კოტა, რამდენი ადამიანი უნდა მოეკლათ იმ ადგილას. და ამას წვეთდა იმ სოფლის თუ ქალაქის მეთაური, ვინც იყო იმ მომენტში და რამდენიმე წლის შემდეგ თვითონ ამ ადამიანსაც წერდნენ. და საბოლოო ჯამში 23 მილიონი ადამიანი წერია აქ, მაგრამ ეს ზუსტად რთულია თქვა, რამდენი შეიძირა ის მმართველობა. და ეხლა სტალინისტები ვინმე თუ ხართ, ან ანტისტალინისტები, მე არ შემომივარდეთ ვიდეოში გასალანძღვის სიტყვებით, იმიტომ რომ სტალინი იყო უდიდესი გენიოსი, ალბათ ვინც კი ყოფილა ისტორიაში, ერთ-ერთი იქნება იმ დიდ ჩამომართვაში, მაგრამ კეთილი რო იყო და კაცმოყვარე და სათნოს პედაგოგის ადამიანი, ეგეთი ნამდვილად არ იყო. შემდეგი არის ჩინგის ხანი, რომელმაც 40 მილიონი ადამიანი შეიწირა ვაკ ნათქვამია, მაგრამ 40 მილიონი ადამიანი იყო მაგ დროს. მონღოლებზეც მინდა ერთი ვიდეოში გადავიღო, მონღოლებმა როგორ დაიპყრეს სოფლიო რა ხდებოდა, ანუ როგორი იყო ადამიანების ცნობიერება მაშინ და მონღოლების გამოჩენით რა ხდებოდა მათ გონებაში, იმიტომ რომ მონღოლები იყვნენ სუპერ განვითარებული ცივილიზაცია, ასე ვთქვათ, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო. საბრძოლო რაღაცების კუთხით. როგორ რაღაცა იცი, აი ადამიანს შვილდი რო ქონდეს, ყველაზე განვითარებული რამე ნანახი და უცებ სხვა რო გაიჩნდოს, აი ტანკით. მაგ ხელაზე უპირატესები იყვნენ მონღოლების სხვებთან შედარებით. თავისი საბრძოლო უნარებით და გადაადგილების მეთოდებით და ჯარის სტრუქტურით და ყველაფრით და მაგიტოც ანუ ისე გაუმარტივდათ მთელი მსოფლიოს დაპყრობას ამის მივიდნენ, რომ ერთ-ერთი უდიდესი იმპერია იყო კაცობრიობის ისტორიაში. და პირველზე იქნება მაო ძედუნი. მაო ძედუნის ეს 78 მილიონი ადამიანის სიკვდილი, რომელიც აქ წერია, არის მოდის მის ქვეყანაზე ჩინეთზე, რომელიც ძირითადად მისმა იდეებმა გამოიწვია. რომ ქვეყანას უნდა გაეკეთებინა დიდი ნახტომი და მასიურად მოსახლეობას შეუცვალა პროფესია და ამან გამოიწვია დიდი შიმშილობები და საშინელებები. ასევე აყალბებდნენ აღრიცხვებს, ამბობდნენ, რომ კარგი მოსავალი მოვიდა და ბევრი რაღაცაა და სინამდვილეში შიმშილით კვდებოდა ყველა. ასევე ცნობილია იმით, რომ ომი გამოუცხადა ბეღურებს, რადგან ბეღურები ჭამდნენ მარცვლებულს და ხალხს დაავალა, რომ ბეღურები მასიურად დაეხოცათ. თუმცა ბეღურები სინამდვილეში მწერებსაც ჭამდნენ და ეს მწერები გამრავლდნენ და უფრო მეტი მარცვლეული შეჭამეს და აი ასეთმა რაღაცებმა მოკლა 80 მილიონი ადამიანი თითქმის. რაც სამწუხაროა, მეც დავიღალე ძალიან ბევრი ვილაპარაკე და ალაიქეთ ეს ვიდეო და მე ბევრი საინტერესო ვიდეოთი დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ ახლა კარგი ის მიჭირავს ტემპი. ბევრ ვიდეოს ვიღებ და გამოვხსნათ თქვენს მაგაში.
და მევასებით მაგრად და თოდა მოვიწყინე ახლა ამ ვიდეოში, მაგრამ გავივლი და რამე იქნება.